მოგესალმებით. მე გახლავართ გიორგი თავაძე, ავტორი სერიებისა დაკარგული დიდებული მესხეთი და შესაბამისად გიბრუნდებით ახალი სიუჟეტით. სადაც თქვენ იხილავთ სამცხის ერთდროს გუმბათოვანი სახის ტაძარს, რომლის სახელიც არის ბიეთი, დანარჩენს კი დეტალურად უშუალოდ სიუჟეტიდან იხილავთ და მოისმენთ. წავედით. მანამდე სანამ მესხეთის კიდევ ერთ გუმბათოვან ტაძარს გიჩვენებდეთ, გეტყვით რომ მასთან მისასვლელი გზა გადის სამცხის ისეთ სოფლებზე, როგორიც არის წინუბანი და გურკელი. ამ ორი ერთმანეთის მეზობლად მდებარე და ამავდროულად გამოყოფილი სოფლის ამბავი ფეოდალურ ეპოქაში ცოტა სხვაგვარად უნდა ყოფილიყო. ამის თქვენთვის უკეთ გადმოსაცემად მოვიშველიებ სატელიტურ რუკას. თუ მას დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ცენტრალური გზიდან ხეობაში შესული ჯერ სოფელ წინუბანს გაივლი, ხოლო მის შემდგომ გურკელს, რომლიდანაც გზა გრძელდება კიდევ უფრო ზევით, მდინარე წინუბნისწყლის მარცხენა ნაპირზე, რომლის გავლითაც უახლოვდებით იმ ტაძარს, რაც მე სიუჟეტის დასაწყისისას ბიეთის სახელით მოიხსენიე. ამ ადგილებიდან უმთავრეს, როგორც ხეობის ერთ-ერთ ცენტრს, სტრატეგიული თვალსაზრისით გურკელი წარმოადგენდა. ალაგის დასახელება, ანუ ტოპონიმი გურკელი, მომდინარეობს იმ ციხიდან, რომელიც აქ შემაღლებულ გორაზე იყო აღმართული. ერთ დროს მედგრად მდგომი გურკელის ციხე აკონტროლებდა არა მარტო სამცხის ამ ნაწილს, ასევე იმერეთში გადასასვლელ გზასაც. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ციხესიმაგრეს, უფრო სწორედ მისგან შემორჩენილ მცირე ფრაგმენტებს, რომლის ბატონ პატრონებს წარმოადგენდნენ იმ ფეოდალური ოჯახის წევრები, ვინც ისტორიულ სამცხეში მოიხსენიებოდნენ გურკლელებად. მათი მთავარი რეზიდენცია იქნებოდა რა თქმა უნდა ციხე, მის გარშემო განლაგებული დასახლებით, რომლის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა ის ადგილიც, რაც დღეს თანამედროვე დაყოფით ცალკე სოფელი წინუბანია, ესე იგი გურკელის ციხის წინაუბანი. გურკლელთა შტოს წარმომადგენელი, როგორც ციხის პატრონი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწე, უკანასკნელად იხსენიება მე-13 საუკუნის წყაროებში. და იგი გახლავთ მურვან გურკლელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანა მონღოლთა ბატონობის ქვეშაა და მათი წყალობით გაყოფილია ორ ნაწილად. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ორმეფობის ხანა, როდესაც დასავლეთში მეფობს რუსუდანის ძე დავით ნარინი, ხოლო აღმოსავლეთში ლაშა გიორგის შვილი დავით ულუ. მოკლედ რომ გითხრათ, მურვან გურკლელი სამცხის ყველაზე დაწინაურებულ მთავარ სარგის ჯაყელთან ერთად გახლდათ დავით ულუს იმ ერთგულ თანამებრძოლთაგანი, რომელთაც მონღოლებთან წინააღმდეგ აჯანყების შემდგომაც არ მიატოვეს მეფე და გარკვეული პერიოდი სამცხეში ციფარებდნენ მას. მე-13 საუკუნის მერე ქართულ საისტორიო წყაროებში ქრება გურკლელთა საგვარეულო ოჯახის ხსენება. ასეთი გარემოება ძირითადად განპირობებული იყო რომელიმე კონკრეტული დიდებულის ოჯახის დაწინაურებით, რაც თავის მხრივ სხვა მანამდე გაბატონებულ ფეოდალის ან ფეოდალების დამცრობას იწვევდა და ხშირად მათი ძველი ძალაუფლების მოშლითაც მთავრდებოდა. თუ იმ დროინდელ პოლიტიკურ სიტუაციას გავითვალისწინებთ, სამცხეში და სრულიად მესხეთის მიწაზე წარჩინებულ ოჯახთა შორის ყველას გაუსწრო და აჯობა ჯაყელთა გვარის შვილებმა. მათი ჰეგემონიის ფარგლებში გურკელი, ისევე როგორც სხვა ბევრი საფეოდალო მიწებიც მესხეთში, ჯაყელთა მფლობელობაში უნდა გადასულიყო. ამ მიდგომას ამყარებს ისიც, რომ მე-14 საუკუნეში ზარზმის, საფარის და ჭულევის გვერდით ათაბაგ ჯაყელთა უმთავრეს სამლოცველოდ ითვლება ის ტაძარიც, უფრო სწორედ სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილი ნახევრად დაქცეული გუმბათიანი სამლოცველო, რომელიც დღეს ბიეთის სახელით იხსენიება. ამ ისტორიულ და დღეისათვის შეიძლება ითქვას ნაკლებად ცნობილ ქართულ ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლის კადრების ფონზე მე თქვენ მოგიყვებით ყველა იმ ცნობასა და ამბავს, რისი შეგროვებაც შევძელი დაკარგული დიდებული მესხეთის 47 სერიაზე მუშაობისას. საუბარი დავიწყოთ სახელწოდების განხილვით. ტოპონიმი ბიეთი ნამონასტრალის დასახელება ნამდვილად არ უნდა იყოს. და ის რომ ასეა, ამაში კარგად დავწმუნდებით თუ გადავხედავთ მესხეთის დამყრობ, ოსმალეთის იმპერიის მიერ შედგენილ ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტს გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარს. 1595 წლის მდგომარეობით თურქი მოხელე აფიქსირებს სოფელს სახელწოდებით ბიეთი, სადაც მხოლოდღა 3 კომლი ქრისტიანი ქართველიღა ცხოვრობს. სიმონ კავკასიძის ძე, ბატატა ძე მისი და ნიკოლოს მამისი არიან წარმომადგენელნი, შეიძლება ითქვას იმ თითზე დასათვლელი ოჯახებისა, რომელნიც აქ სახლობენ. როგორც ჩანს, მომდევნო საუკუნეებში ბიეთი როგორც დასახლება საერთოდ წყვეტს არსებობას. რამე თუ არსად აღარ არის მისი ხსენება.
თუ არ ჩავთვლით მისგან შემორჩენილ ტოპონიმს, რაც შემდგომში მონასტრის მთავარი სამლოცველოს დასახელებად იქცა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანულ სავანესთან სიახლოვეს არსებობდა სამცხის დასახლებათაგან ერთ-ერთი სახელად ბიეთი, რომელიც ამ მიწაზე განვითარებული უბედურებების და გამო იქცა ნასოფლარად და ამავე პერიოდიდან როგორც წინა სერიებში განხილული საფარა, ზარზმა, ჭულევი, მთგვარად დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტშიც წყდება სასულიერო ცხოვრება და იწყება სამონასტრო კომპლექსის გაპარტახება. აქვე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ რადგან ჩვენამდე მოღწეულმა ისტორიულმა წყაროებმა ჩვენ ვერ შემოგვინახა ის სახელწოდება, რაც ამ სასულიერო კერას ერქმეოდა, მას მე მოვიხსენიებ ბიეთის ტაძრის სახელით. 1884-1885 წელი ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი დიმიტრი ბაქრაძე სასულიერო და საზოგადო მოღვაწისაგან მესხეთის მიწის ღირსეული შვილის ივანე გვარამაძისგან იღებს ცნობას აქამდე მივიწყებული ეკლესიის არსებობასთან დაკავშირებით. ბაქრაძე ამ შეტყობინების შემდგომ წარმოშობით იტალიელ ფოტოხელოვანს დიმიტრი ერმაკოვს თხოვს ეწვიოს და გადაუღოს ფოტო გუმბათოვან ტაძარს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ შავ-თეთრ ფირს, სადაც განირჩევა, რომ მე-19 საუკუნის მიწურულისათვის ეკლესიაც გუმბათი კიდევ აქვს შემორჩენილი. უახლესი წარსულიდან ტაძრის აღმომჩენ გამოჩენილ პირთაგან, ესე იგი პირველად შეგვიძლია ივანე გვარამაძე დავასახელოთ, შემდგომში დიმიტრი ბაქრაძე და ფოტოხელოვანი ერმაკოვი, ხოლო მალევე მე-20 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ კი 1902 წელს, ნამონასტრალ სტუმრობს სამხრეთ საქართველოში განხორციელებული ექსპედიციის ფარგლებში ექვთიმე თაყაიშვილი. ექვთიმე ბიეთის კვალს ეძებს შედარებით ადრეულ წყაროებში, როგორიც არის მე-18 საუკუნის ვახუშტი ბატონიშვილისეული ნაშრომი აღწერა სამეფოსა საქართველოსა. თაყაიშვილი თვლიდა, რომ მიუხედავად ვახუშტის მიერ დახასიათებულ ადგილმდებარეობაში მცირედი უზუსტობისა, ბატონიშვილი ყველა შემთხვევაში ბიეთის მონასტერზე საუბრობს. ამ ხევზედ არს წნის ზეით მონასტერი მაღალს ყლდესა ზედა, კეთილშენი გუმბათიანი, აწ უქმი. ექვთიმე ასევე წააწყდა სამშენებლო წარწერას, რომლის გაშიფრვისასაც ამოიკითხა სახელი ხუაშაკი, რომელიც მოისაზრა თამარ მეფის ეპოქაში მოღვაწე ხუაშაკ ცოქალად და შესაბამისად ტაძარი მე-12-13 საუკუნეებში ამ უკანასკნელის მიერ აგებულად ცნო. თაყაიშვილის შემდგომ ნამონასტრალს ეწვია გიორგი ბოჭორიძე 1922-1923 წლებში, რომელიც წერდა ასეთ რამეს. ბიეთის ეკლესია დგას გურკელის ჩრდილო-დასავლეთით, ხევის მარცხენა მხარეს ტყეში, მოვაკებულ ადგილზე. იგი გუმბათიანი შენობა ყოფილა, დღეს დგას მარტო კედლები. თაღი შენახული აქვს მხოლოდ საკურთხეველს. ეკლესია მოხატული ყოფილა. მხატვრობა დღეს შერჩენილია მხოლოდ საკურთხეველში. ტაძარი ნაშენია სულ თლილი ქვისგან, ხურებია ლორფინი, რომელიც ძირსაყრია. ეკლესიის სამხრეთით არის შენობა და ნანგრევები. 2 წლის წინათ გუმბათი მეხსდა უქცევია. ბოჭორიძის შემდგომ ნამონასტრალი მოინახულა ვახტანგ ბერიძემ მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში. მეცნიერს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში დახვდა სამცხის ეს ოდესღაც დიდებული სავანი. იგი წერდა, რომ მისდა სამწუხაროდ ძეგლი ისეთი აღარაა, როგორიც ჯერ კიდევ 1902 წელს ექვთიმეს დახვდა და სამცხის არც ერთ სხვა ძეგლს არ რდგებია უკანასკნელ ათწლეულებში ისეთი მძიმე ხვედრი, როგორიც ბიეთს ერგო. ვახტანგ ბერიძის ვიზიტისას უკვე სამლოცველოს არათუ გუმბათი, არამედ კედლების ნახევარიც ჩაქცეული აქვს და აწ უკვე ქვების გროვად ქცეული დაყრილია ეკლესიის შიდა სივრცეში. თუ წინა 46 სერიაში ნაჩვენები ჭულების გავერანებაში ლომის წვლილი მის გარშემო მაცხოვრებელმა მაჰმადიანებმა შეიტანეს, ბიეთის შემთხვევაში, რაც აქ ოსმალებმა ფეხი მტკიცედ მოიკიდეს და აქტიურად მიხვეს ხელი ქრისტიანების დევნის პროცესებს, მოხდა ამ სავანის დაცლა და ჟამთა სვლასთან ერთად უპატრონოდ დარჩენილი სასულიერო კერა დროდადრო მსხვერპლი ხდებოდა სხვადასხვა სტიქიური მოვლენებისა. იქნებოდა ეს მიწისძვრა თუ მეხის ჩამოვარდნა. ხელოვნების ისტორიკოსი ვახტანგ ბერიძე ძეგლის დეტალურად დათვალიერების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად მასში არსებული არქიტექტურული ნიშნებისა, რომელნიც მე-12-13 საუკუნეთა ხუროთმოძღვრულ სტილს განეკუთვნებიან, უმეტესი ნაწილი ამ ძეგლისა მაინც მე-14 საუკუნის სამშენებლო სტილის წარმომადგენელნი არიან. აქედან გამომდინარე, ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული ექვთიმე თაყაიშვილისეული დასკვნა, რომელიც განპირობებული იყო ტაძრის სამშენებლო წარწერიდან ამოკითხული ვინმე ხუაშაკის თამარის დროინდელად მიჩნევაში და შესაბამისად სამლოცველოს მე-12-13 საუკუნეებით დათარიღებაში ეჭქვეშ დგება. ამ კუთხით უახლოეს წარსულში არაერთმა ქართველმა მეცნიერმა ჩამოაყალიბა სხვადასხვა თეორიები ტაძრის ამშენებელი პირის ვინაობაზე და შესაბამისად მისი მოღვაწეობის პერიოდზე. მიუხედავად მკვლევართა განსხვავებული ვერსიებისა, ერთი რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ სახელი ხუაშაკი, ხვაშაკი, ხოშაკი ან ხოშა
ყველა შემთხვევაში ფეოდალური პერიოდის საქართველოში ქალის სახელს წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში იმ ბევრ ვერსიათაგან, რომელნიც ზემოთ ხსენებულ ბიეთის მონასტრის მთავარი გუმბათოვანი სამლოცველოს ამგებ ვინმე დიდებული ქალის ხუაშაქის ვინაობას ეხება, ჩემი სუბიექტური მიდგომით მე ვიზიარებ ხელოვნების ისტორიკოსის ვახტანგ ბერიძის აზრს, რაც მდგომარეობს ტაძრის აგების პერიოდად მე-13-მე-14 საუკუნეების მიჯნას და შესაბამისად ხუაშაქის მაძიებელ მეცნიერთაგანაც იმ ვერსიას ვემხრობი, რომელიც ამ პიროვნებას მე-13-მე-14 საუკუნეებში მოღვაწე დიდებულთა შორის ეძებს. ასე ამგვარად, ამ მიმართულებით წასვლის შემთხვევაში შევეხები ლიტერატურული სახის ჟურნალ გაზეთში, სახელწოდებით ლიტერატურულ მესხეთი, გამოქვეყნებულ რომან გოგოლაურის სტატიის იმ მონაკვეთის შინაარს, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს. ქართველი მკვლევარების გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებიდან, რომელიც მიღებულია მათ მიერ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქობეირის მართლმადიდებლურ მონასტერში წარმოებული სამუშაოების შედეგად, წარმოადგენს გაშიფრვას მონასტრის ტერიტორიაზე არსებული საფლავის ქვის ეპიტაფიისა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: სარდლისა, ჯაყელისა, ასულსა, რუსუდანს შეუნდოს ღმერთმან. წარწერა უნდა განეკუთვნებოდეს მე-13 საუკუნეს. აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქობეირის მონასტერი იმ პერიოდისათვის წარმოადგენდა ისეთ ფეოდალთა მამულში შემოვალ ტერიტორიას, როგორიც იყვნენ მხარგრძელები. ერთიანი საქართველოს ბაგრატიონ მეფეთა კარზე მათ საუკუნეთა განმავლობაში ცალ-ცალკე და ერთადაც ეჭირათ ისეთი თანამდებობები, როგორიცაა ამირ სპასალარი, მანდა ტურთუხუცესი და ათაბაგი. სიუჟეტის დასაწყისში მევახსენე მურვან გურკლელი, სარგის ჯაყელთან ერთად, როგორც მეფის დავით ულუს თანამებრძოლნი. მათ კიდევ ზურგს უმაგრებდა ზაქარია შანშეს ძე მხარგრძელი, რომელიც ამ ერთგულების და გამო მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს. სომეხი მემატიანის, კირაკოს განძაკეცის თანახმად ზაქარია მხარგრძელს ცოლად ყავდა ოლთისის მთავრის სარგისის ქალიშვილი. ოლთისი კი იმდროინდელი მესხეთის ნაწილი და სარგის ჯაყელის ერთ-ერთი სამფლობელოთაგანი იყო. თუ ამ ზემოთ ჩამოთვლილ რომან გოგოლაურის სტატიაში მოყვანილ ვარაუდებსა და ისტორიულ ფაქტებს ერთმანეთს დაუმატებთ, მივდივართ იქამდე, რომ ზაქარია მხარგრძელის ცოლია რუსუდან ჯაყელი, რომელიც თავის მხრივ ასულია სარგის პირველი ჯაყელისა. შესაბამისად გურკელიც, მისი შემოგარენიც და რა თქმა უნდა მთლიანად მესხეთიც მისი სამშობლოა. ქვრივ რუსუდანს რჩება ასული ზაქარიასაგან სახელად ხუაშაქი, რომელიც სავარაუდოდ შემდგომ გადმოდის სამცხეში და მის დედულეთში აშენებს სწორედ იმ გუმბათოვან ტაძარს, რომელიც დღეს ბიეთის სახელით იხსენიება. თუ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებასთან ახლოა, მაშინ ისიც ლოგიკურია, თუ რატომ ენიჭებოდა ათაბაგთა მხრიდან მათ მიერ აშენებული ზარზმის, ჭულევისა და საფარის გუმბათოვან ტაძართა შემდგომ ბიეთის სამლოცველოსაც მათთვის დიდი მნიშვნელობა. სერიის დასასრულისას კი გეტყვით იმასაც, რომ მონასტრის ახლო მდებარე სოფელი ბიეთის გაუკაცრიელება და ამ მიდამოს საცხოვრისად არასახარბიელო მდგომარეობა განპირობებული იყო კიდევ ერთი ძალიან მძიმე გარემოებით. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მე სიუჟეტის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ის ხეობა, რომელიც მიუყვება მდინარე წინუბნის წყალს და გაივლის გურკელის ციხეს, ასევე წარმოადგენდა იმერეთში გადასასვლელ გზას. ხოლო მე-16 საუკუნის დასასრულიდან მესხეთის ოსმალთა მიერ დაპყრობის შემდგომ იწყება და არანორმალურ მასშტაბებს აღწევს ქართველთა გენის მჭამელი ისეთი სენი, როგორიცაა ხალხით ვაჭრობა, ანუ ტყვეთა სყიდვა. ამ კუთხით ჩილდირის საფაშოდ ქცეული მესხეთი და მისი ცენტრი ახალციხე გახლდათ ერთ-ერთი პლაცდარმი, სადაც მაჰმადის რჯულზე შემდგარი გადაგვარებული ჯაყელთა ოჯახის წარმომადგენელი ფაშები იყვნენ უმთავრესი ხელის შემწყობნი დანარჩენ საქართველოში შემოჭრილ ხალხის გამტაცებელი ლეკებისათვის. ქართლიდან და კახეთიდან წამოსხმული ტყვეებით ახალციხისკენ მომავალი ლეკთა ბანდები მიუყვებოდნენ იმ ხეობას, რომელიც დღევანდელ სერიაში გამოვიარე. მათ დაემატებოდა იმერეთიდან ქვეყნის გამყიდველი, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი დიდებულების მიერ მშობლიური კერიდან მოტაცებული ნარჩევი ქალვაჟები და ყველას ერთად თავს მოუყრიდნენ ახალციხის ციხეში. ხოლო შემდგომად ნარჩევ ქართველ ტყვეებს გაუყენებდნენ სტამბოლის გზას, სადაც მოხდებოდა მათი გაყიდვა. სწორედ ამიტომ იმ ხეობას, რომელსაც მე დღეს მშვიდად მივუყვები, რათა ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეთა უკან ნაგები ტაძარი მოვინახულო, გასულ მე-17-მე-18 საუკუნეებში ამ გზაზე გატარება ქართველისათვის უბედურების ტოლფასი იყო. რამე თუ სამშობლოდან გატაცებულს მხოლოდ დღეებიღა აშორებდა თავისუფლების სამუდამოდ დასაკარგავად. ხოლო რა ხვედრს არგუნებდა სტამბოლის მონათა ბაზარი და მისი ახალი მეპატრონის გამოჩენა, ეს კიდევ ცალკე გამოცანა იყო. სწორედ ამიტომ ეს მძიმედ სავალი გზა ისტორიული სამცხის ერთ-ერთი ხეობისა ხშირად სტამბოლის გზათაც იხსენიებოდა. ასე ამგვარად დღევანდელი სერია
ბიეთის გუმბათოვანი ტაძრის შესახებ დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად შევხვდებით მომდევნო ახალ სიუჟეტში. მანამდე კი დაგიტოვებთ ისევ და ისევ თხოვნას და მოწოდებას. თუ მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული ისტორიული სახის სერიები დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და უხუროთ კიდევ არაერთ საინტერესო და უფრო უკეთეს სიუჟეტს დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ. დროებით.